ღირვად მართლა აი დავალებებზეც ავიამე ნებისმიერ ინფორმაციის მოსაზრებად ხელოვნური ინტელექტს ვიყენებ, აღარ Google-ში აღარ ვწერობ. ChatGPT-ს ვიყენებ სულ, ქართულად ვიყენებ თუ დავალება მაქვს დასაწერი და ინგლისურად ვიყენებ თუ რავი, ეს ასე ვთქვათ, საერთო ინფორმაციის მოსაზრებლად რა, რაც მაინტერესებს. მე ძღება სიტყვაც კი, სმენია და არაფერი არ მაინტერესებს მაგის ხელოვნური ინტელექტის გაიგე. აღარაფერი დაგვიტოვონ რა ადამიანებს. კარგი არაფერი არ იქნება, მე მგონი. დავალებების დასაწერი სიახლის აღმოსაჩენად ვიყენებთ, რომ დავიხმაროთ დავალების გაკეთებაში, რავი, ნებისმიერ რაღაცაში ვიყენებთ. სმენია. აი, რას ფიქრობ ზოგადად? ძალიან კარგია. I'm working like in coding, so when I Coding-ით ვარ დაკავებული და ჩემს საქმიანობაში ChatGPT-ს ძალიან დიდი როლი უჭირავს. აგრეთვე ყოველდღიური სხვადასხვა დავალებისთვის, რაღაცების გადასათარგმნად ან წიგნების შესაჯამებლად ვიყენებ. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად არის მომავალი. არაფერი არ ვარ ხელოვნური. ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი. ადამიანიც, სცენარიც და ყველაფერი. მოგწონს ხელოვნური ყვავილები? ხო არ მოგწონს? ისი არ მომწონს არც მე მაგ ხელოვნური ინტელექტის არაფერი. დიახ, მაგრამ არ მქონია, რა ვიცი, სურვილი რომ გამომეყენებინა. და არ ვიცი, არ ვიყენებ. მომავალში კი გამოვიყენებ. არა. არ მსმენია და არც ვიყენებ. ძირითადად რამე ახალი იდეის აი შესამოწმებლად არის თუ არა კარგი, რა შეიძლება გამოვიყენო და ნუ ახლა რა თქმა უნდა სხვადასხვა დავალების გასაკეთებლად. მსმენია ხელოვნური ინტელექტის შესახებ? არა. არა, არ მსმენი. TikTok-ში ბევრჯერ მინახია. იმსმენია. არა ვიყენებ მეც. ნუ ჩვენ მომზადებული უნდა ვიყოთ როგორ ვიმუშავოთ ისე რომ არ მოხდეს შეცვლა ხელოვნური ინტელექტით იმ სამუშაო ადგილების რომელიც არსებობს. ვიყენებ ChatGPT-ს, ძალიან მივეჩვია, მეილებს ვაწერინებ ხოლმე. და არ ვიცი, ინფორმაციის მოძიება რომ მინდა და საიტების ქექვა მეზარება, მას ვეკითხები და პირდაპირ მაწყობს ინფორმაციას. მეტნაკლებად და საინტერესოა კი. უამრავი ინფორმაციის მიღება შეგიძლია უმოკლეს დროში და საინტერესოა. ChatGPT გამოგვიყენებია. იცით რა, ზოგადად ტექნოლოგიებს უნდა მისდიოს ადამიანებმა და რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიების არის მომავალი და შესაბამისად ჩვენს უნდა ჩვენი მიზნებისთვის შესაბამისად გამოვიყენოთ. როგორც დამხმარე საშუალება, ისე რომ სადღაც ზღვარი დავიცვათ. ასეთი რამ ჩემ პრაქტიკაში არ გამომიყენებია შუ. რა ვიცი, ChatGPT-ს ვიყენებ ძირითადად და ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, მაგრამ ძალიან, დიდი ხანით მოიხმართ, ეგ რა ვიცი, ცუდია ამ პირი.